Champion of the world, UFC 320. რას ნიშნავს ავიატორი, რომელსაც თითქმის ყველგან ვხედავთ? ავიატორი ჩემი სპონსორია, ასევე UFC-ს და სხვა ბევრ მებრძოლს ასპონსორებს. არ ვიცი ნახე თუ არა, ახლახანს მანქანა მაჩუქეს, Mercedes G63. ასე უბრალოდ გაჩუქეს? დიახ, ასე უბრალოდ. ეს ჩემი ბრძოლის შემდეგ მოხდა. მისი მფლობელი ქართველია, დავით ნატროშვილი. ქართველი? დიახ, ქართველი. შესაძლოა მას შეუძლია დახმარება, რომ UFC საქართველოში ჩატარდეს. დიახ, ის ცდილობს ამას. მოლაპარაკებები აქვს UFC-სთან, ასევე სპორტის სამინისტროსთან საქართველოში. ამაზე ნამდვილად მუშაობს. დავითი ჩემი კარგი მეგობარია და იმედი მაქვს ამას მოახერხებს. მე ახლა ჩემპიონი ვარ და ვაპირებ კვლავ დიდხანს ვიყო ასე რომ საქართველოში ვერ ვიჩხუბებ. მაგრამ ბევრი შესანიშნავი მებრძოლია, ვისაც შეუძლია ჩხუბი. მაგალითად გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ალექსანდრე თოფურია და სხვები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ბევრი კარგი მებრძოლია რა. დიახ, გეთანხმები, ასევე ილია წყვავს, მაგრამ ვერც ისე ჩხუბებს საქართველოში. მაგრამ ბევრი სხვა შესანიშნავი მებრძოლი ყავს, რომლებიც შეგვიძლია დავამატოთ ამ კარტზე. მაგალითად უთანათ ჰანძილოვი, ამირან გუგოლაძე, ლევან ჩოხელი, ზვიად ლაზიშვილი და ბევრი სხვა. ეს შესანიშნავი იქნებოდა. ნახე რომ ახლა ილია საქართველოში იმყოფება არა? დიახ. პირველად ამდენი ხნის შემდეგ? დიახ, პირველად როდესაც კამარი მოიგო, მაშინ იყო. ახლა დიდი ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში. დიდი დახვედრა ჰქონდა? არ მინახავს დაიმე ვიდეო. არა, მას წინასწარ უთქვას გულში მატგევრებისთვის რომ ჩასვლას აპირებდა. ახლა უფრო ოჯახის მოსანახულებლად და თავისი საქმეებისთვის არის ასული. ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე კვირა ამასთან არ მისაუბრია. კიდევ ერთხელ გილოცავ გამარჯვებას. ზედიზე 14 მოგება გაქვს, ასევე მესამე დაიცავი ქამარი ამ წელს, რაც აღსანიშნავია. ერთ კვირაზე მეტი გავიდა ამ ბრძოლიდან, რას ვფიქრობ შენს ჩხუბზე და ზოგადად შენ გამოსვლაზე? უბრალოდ მადლობელი ვარ ყველა ბრძოლის, რაც UFC-ში მაქვს. რადგან ეს ჩემი ოცნება იყო. განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკვე ჩემპიონი ვარ და გამარს ბევრჯერ ვიცავ. როდესაც ჩემპიონი ვარ, შემიძლია ბრძოლა მოვითხოვო. ნებისმიერი ბრძოლა და ისინი ამას მომცემენ. სწორედ ესაა ერთ-ერთი კარგი მხარე ჩემპიონობის. როდესაც უბრალოდ მოჩხუბარი ხარ, გიწევს მოიცადო და თუ 6 თვეში ერთხელ იჩხუბებ, ორი ბრძოლა გამოდის წელიწადში და ეს კარგია. თუ არა და უფრო დიდხანს გიწევს მოცდა. მაგრამ ახლა შემიძლია უბრალოდ დაურეკო და უთხრა რომ ბრძოლა მინდა. და ეგაა, ისინი ამას მომცემენ. რა თქმა უნდა ეს კარგია. ნამდვილად გსურს დეკემბერში დაბრუნება? დიახ, ბრძოლის შემდეგ ჰანტერთან ვიყავი მისული ოფისში და ამაზე ვისაუბრეთ. უთხარი რომ თუ რაიმე შანსი იქნებოდა, მინდოდა დაბრუნებულიყავი დეკემბერში. იმასთან ვინც იმსახურებდა ბრძოლას. და ვფიქრობ, პიოტრიანი იმსახურებს ამას. ამისთვის დაწუნებული ვარ ისიც მზად იქნება. შენ ინტერვიუ ვნახე მასთან. ჰანტერი დამბირა რომ ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის, მაგრამ ასევე აღნიშნა რომ პიოტრიანს ვიზა არ აქვს. დიახ, ნახე შენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. სწორედ ასე გავიგე მისი ვიზის შესახებ. იმედი მაქვს რომ ეს ბრძოლა შედგება. თუ ვიზას ვერ მიიღებს, კვლავ გინდა დეკემბერში ჩხუბი? დიახ, ისე ვაპირებ. მაშინ ვინ იქნება შემდეგი? არ ვიცი, შესაძლოა ორი ერთად. ასევე ბაუტისტა იბრძვისთვის ბოლოს უმარის წინააღმდეგ, მაგრამ მოგების შემთხვევაში არ მგონია ასე მალე დაბრუნდეს. ამ კვირაში ასევე ზაჰაბი ვერას წინააღმდეგ. ვფიქრობ ესენი არიან კონტენდერები. ფიგეროდოს არ გამოუწევი ვარ. ვფიქრობ კიდევ ერთი მოგება სჭირდება. შენ ასე თქვი? დიახ, და ეს მანაც აღნიშნა. თქვა რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
მქონდა შენ რაღაც უპასუხე. კი, ვუთხარი, რომ მისთვის მზად ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება. რაც ვფიქრობ მის ბოლო ბრძოლაზე. მომეწონა, რთული მოწინააღმდეგე ჰყავდა. მისი ბრძოლები ნანახი მაქვს, მაღალია, ასევე ნოკაუტის ზალა აქვს, კარგად ჭიდაობს. ვფიქრობ, ფიგერედო კარგად გამოიყურებოდა მასთან. მათ ბრძოლას ვუყურებდი. მაგრამ ჩამეძინა, როცა გავიღვიძე, უკვე ფიგერედოს ხელი ჰქონდათ აღმართული. ვატყობ, დიდად მოულოდნელი არ ყოფილა შენთვის. დიახ. და მან მოუგო მებრძოლს, რომელსაც Z6 გამარჯვება ჰქონდა. კიდევ ერთი დამაჯერებელი მოგება და ვფიქრობ, ის იმსახურებს ტიტულზე ბრძოლას. დეკემბერში ბრძოლა იმიტომ გსურს, რომ გინდა გახდე პირველი მებრძოლი, ვინც 4-ჯერ დაიცავს ქამას 1 წლის განმავლობაში. სიმართლე გითხრა არა. უბრალოდ მიყვარს ბრძოლა და ის რასაც ვაკეთებ. უბრალოდ არ მინდა უსაქმოდ ვიჯდე. ბრძოლის შემდეგ თქვი, რომ იმავეს კვირაში 3-ჯერ აკეთებ. იგივე ხალი რამაც აღნიშნა, რომ ბრძოლამდე 5 რაუნდი სპარინგი. ეს სიმართლეა? დიახ, სიმართლეა. ეს როგორ? ბრძოლამდე რომელიც 5 რაუნდი იყო, კიდევ 5 რაუნდიანი სპარინგი ჰქონდა? დიახ, სიმართლეა. სრული სპარინგი იყო. გაწუხებს ის ფაქტი, რომ კოდი ვერ დააფინიშე, რადგან ამასთან ძალიან ახლოს იყავ. არა, ეს ფაქტი არ მაწუხებს და გეტყვი რატომაც. ბრძოლის შემდეგ კოდი პატივისცემით იყო ჩემს მიმართ განწყობილი. მაგრამ კემპის მიმდინარეობისას რაღაცეებს ამბობდა ჩემზე. რაღაცეებს ხუმრობდა. რა თქვა შენზე? ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ ერთმანეთს ადრად შევხვდით და არ მომეწონა ის თუ როგორ მიყურებდა. ასევე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩემი ქამარი უნდოდა. მაგრამ არა. შეგვიძლია ვიმეგობროთ ბრძოლის შემდეგ, მაგრამ ახლა ნამდვილად არა. ბრძოლის შემდეგ პატივისცემით გამოირჩეოდა ჩემი მიმართ და მიხარია, რომ 5 რაუნდი ვიბრძოლეთ და არ დავაფინიშე, რადგან მისთვის ცუდი იქნებოდა. და მეორე მიზეზი ის არის, რომ რეკორდი მოხსენი თეიქდაუნებში. და რა თქმა უნდა, ეს კარგია. The second reason, and when I heard I break another record and I got 20 takedowns, like, that takedown, like, saying. რა თქმა უნდა, ფინიში კარგია, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, ომალისთან ბრძოლის შემდეგ თითქოს რაღაც დამაგდა. ფიქრობდი შემდეგ ორ რაუნდში რამდენი თეიქდაუნის ან კარგი მომენტი შექმნა შემეძლო. შემდეგ ჩხუბში თუ პიოტრიანს შევხვდები, რა თქმა უნდა, ვეცდები რომ დავაფინიშო. ეს რთული სპორტია, რადგან ყველას ოცნებაა ჩემპიონი იყოს, მაგრამ შენ ხარ ის, ვინც ამ ყველა ოცნებას კლავს. მისმინე, მათ სჭირდებათ, რომ ამისთვის უფრო ბევრი იშრომონ. იყო ისეთი რამ ამ ბრძოლაში, რასაც მისგან არ მოელოდი? დიახ, მისი წაგწევა რთული იყო. შენ მას 20 თეიქდაუნი შეუსრულე. 27 მცდელობა ჰქონდა და ამბობ, რომ მისი წაგწევა რთული იყო. დიახ, ნამდვილად რთული იყო. ბევრი ტექნიკა მაქვს, რასაც ვიყენებ მოწინააღმდეგეებისთვის თეიქდაუნების შესასრულებლად. და ზოგი მათგანი არ მუშაობდა მის წინააღმდეგ. ჭირდებოდა, რომ ტექნიკა შემეცვალა. ზოგი ფიქრობს, რომ პირველი და მეოთხე რაუნდი მან მოიგო. მეოთხე არ მგონია, მაგრამ პირველი რაუნდი ზოგმა მსაჯმა სწორედ მას მისცა. ამაზე პრობლემა არ მაქვს. თუ ნახე, რაც პიოტრიანმა თქვა შენზე, რომ ის დაფინიშებას ვერ შეძლებ. მეორე რაუნდზე ვკითხე შენსა და კოდის შორის. შენი ტექნიკის შესახებ ვკითხე და მან თქვა, რომ ის დაფინიშებას ვერ შეძლებ. ასევე თქვა, რომ პირველი ბრძოლის დროს მხოლოდ 50% იყო მზად. დიახ, ვნახე, რა თქვა, რამდენი პროცენტით იყო მზად? 50-ით? დიახ, 40 თუ 50%-ით. რას ფიქრობ?
იგივე როდესაც ომალი თქვა, რომ 70%-ით უკეთესი იქნებოდა, მე ის დავაფინიშე. ასე რომ ეს კარგია ჩემთვის, თუ პიოტრ იანი ამბობს, რომ მხოლოდ 50%-ით იყო მზად. როგორც მებრძოლი, ვიცი, რომ საშიში, რთული და კარგი მებრძოლია. ასევე კარგი მოგებების სერია აქვს. ყველაზე მეტად ის იმსახურებს ახლა ტიტულზე ჩხუბს. მე სწრაფად დავბრუნდი და ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ დარტყმას ან შეცდომას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. განსაკუთრებით პიოტრ იანთან, რადგან ის რთული მეტოქია. მისთვის, რა თქმა უნდა, ბევრს ვივარჯიშებ და ომისთვის მზად ვიქნები, მაგრამ მჯერა, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის ადვილი იქნება. ვფიქრობ, რომ ადვილი იქნება? დიახ, მაგრამ ეს ბრძოლა, ნახეთ რაც მოხდა პერეირისა და ანკალავის შორის პირველ და მეორე დაპირისპირებებში. ჩემთვის ყველა ვარჯიში და სპარინგი განსხვავებულია. ასე რომ ბევრს ვივარჯიშებ და ყველაზე ძლიერ პიოტრ იანისთვის მომემზადები. ეს ძალიან საინტერესოა, მერაბ. კარგია, რომ სტუდიაში ვყავ. დიდი პატივია ეს და მადლობა ამისთვის, მაგრამ სანამ აქ ვსხედავთ, ერთი ახალი ამბავია. დანა ვაითი იყო ახლახანს Instagram Live-ში და თქვა, რომ შენ თავად ქალზე იჩხუბებ დეკემბერში. იცოდი ამის შესახებ? არა, წარმოუდგენელ რა გქონდა. რაც გულისხმობ, ამას წინასწარ გეუბნებიან? არა, არავინ გაძლევს გარანტიას. როგორც გითხარი, მან მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა და პიოტრ იანს ვიზაც არ ჰქონდა. სულ ეს რაღაც მითხრეს. მართლა არაფერი იცოდი? კარგი, გეტყვი, როგორ მუშაობს UFC-სთან. ისინი გკითხავენ, გინდა თუ არა ბრძოლა. შენ ეტყვი, კი ან არა და მოსჯა, სულ ეგაა. შენ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ინტერვიუ მქონდა გასულ კვირას და მან თქვა, რომ მსგავსი რამ გაგონილი ჰქონდა, რომ UFC-ს არ უნდოდა შენი ჩემპიონობა. გახსოვს ეგ მომენტი? დიახ, ეს ადრე იყო. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა. და ამბობს, რომ ყველა დროის საუკეთესო ხარ. დიახ, ბევრი რამ შეიცვალა. კარგი, რა შეიცვალა? საიდან მოვიდა პატივისცემა და რა გააკეთე ამისთვის? ბრძოლებს ადრეც ვიგებდი, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისი სახელი არ მქონდა. ფავორიტი არასდროს ვყოფილი ვარ და ეს გასაგებია, რადგან მათ ომალი ჰყავდათ ჩემპიონი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ბრძოლებს ახლაც ვიგებ. უფრო მეტი რეკორდი მაქვს. MMA გულშემატკივრები მხარს მიჭერენ. ყველაფერს სწორად ვაკეთებ და ახლა უკვე ჩემპიონიც ვარ. თუ ყველაფერი კარგად წავა 6 დეკემბერს, ეს შენთვის ზედიზედ მე-15 გამარჯვება იქნება. ვაუ, ეს სიგიჟია. ეს ნაბიჯი იქნები ანდერსონ სილვას რეკორდთან. ნამდვილად შესანიშნავია. დიახ, რთული მომენტია და უკვე შეიძლება დაიწყოს საუბარი არა მხოლოდ სუპერმსუბუქი წონის, არამედ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად შენ შესახებ. უკვე გადაასწარი სენტ პიერსა და ჯონ ჯონს. ეს ნამდვილად რთული გზა იყო შენთვის. დიახ, ეს რთულია. მახსოვს, როდესაც პირველად ვიყავი შენთან აქ ატლანტაში. მაშინ მე მოგება მომბადი, სადგან რიკი სიმონსი სინამდვილეში დავამორცხე. შენ შოუში ვისაუბრეთ ამ თემაზე. თუ რა მოხდა ამ ბრძოლაში და როგორ ვგრძნობდი თავს. ამ ბრძოლის შემდეგ 2 წაგება მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ UFC-დან არ გამრიცხავდნენ. ნერვიულობდი? დიახ, რა თქმა უნდა. ზედიზედ 2 წაგება მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ არ გამრიცხავდნენ UFC-დან. ზოგჯერ ისინი ამას აკეთებენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, შემდეგი ბრძოლა მოვიგე რუსეთში.
და ეს ბრძოლა კონტრაქტის მიხედვით ჩემთვის ბოლო ბრძოლა იყო UFC-ში ბრედ კატონასთან. არ მახსოვს ეს მაშინ გითხარი თუ არა. და როცა ეს ჩხუბი მივიღე კანადაში დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ, ფიქრობდი რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა UFC-ში. რადგან ორი წაგება მქონდა და ერთი მოგება. და კონტრაქტის მიხედვითაც ეს ჩემი ბოლო ბრძოლა უნდა ყოფილიყო ბიჭთან, ვინც ბრაის მიჩელი დაამარცხა. და მე მივარჯიშია ბრაის მიჩელთან, ვიცი რამდენად კარგი მებრძოლია და ვინც ის დაამარცხა, ნამდვილი მონსტრი უნდა ყოფილიყო. Ultimate Fighter winner, the guy who beat Bryce Mitchell in the show, and I already trained with Bryce Mitchell. I know how good was Bryce Mitchell. If somebody beat Bryce Mitchell, the guy must be master. ეს მებრძოლი და უმარცხებელი ბრედ კატონა იყო. ის ქვეყანაში ვჩხუბობდი და ეს ჩემი ბოლო ბრძოლა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს ბრძოლა მოვიგე. ნერვიულობდი? დიახ, ნერვიულობდი. გრძნობდი რომ შენი კარიერა საფრთხის ქვეშ იყო. დიახ, ნამდვილად ასე იყო. მიყვარს ის კადრი, როდესაც ისინი შენს ოჯახს აჩვენებენ, როგორ უყურებენ შენს ბრძოლას დილით. ეს შესანიშნავია. დიდი მხარდაჭერა გაქვს. დიახ, მთელი ჩემი ქვეყანა მხარს მიჭერს და ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა. საქართველო პატარა ქვეყანა და ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერთ და გვერდში ვუდგავართ. თუნდაც ერთი ქართველი რამეს მიაღწევს, მთელი ქვეყანა ვამაყობთ მისით. როგორც PSG-ს ფეხბურთელი? დიახ, კვარაცხელია. ის სახელი ვერ დავიმახსოვრე. ნაპოლის და PSG-ს ლეგენდა. შენი მეგობარია, არა? დიახ, მეგობრები ვართ. ასევე ბიჭი, რომელიც ტორონტო რაპტორში თამაშობს. მანაც გამოგიცხადა მხარდაჭერა. დიახ, მამუკელაშვილი. ასევე ევრობასკეტს უყურე, საფრანგეთი რო დაამარცხეთ. დიახ, დიახ. ფიქრობ ქართველები წარმატებულები ხართ. კი, ნამდვილად, გასული წელი სპორტის თვალსაზრისით ჩვენთვის კარგი იყო. ამ წელს ფეხბურთში ესპანეთთან დავუმარცხეთ და მთელი ქვეყანა გულნადგენია. დიახ, თქვენი ქვეყანა დავითისა და გოლიათის მსგავსადაა. თქვენ პატარა ერი ხართ, მაგრამ მებრძოლი. კი, წარმოიდგინეთ ფეხბურთს ვეთამაშებით ესპანეთს, რომელიც ნამდვილად საფეხბურთო ქვეყანაა. რაც შეეხება ზაკს, მასთან ვაჯის აპირებ? კი, მასთან მიმიწვია. მითხრა ბრძოლის შემდეგ მივსულიყავი და ერთად გვევარჯიშა. რა თქმა უნდა დავთანხმდი, მაგრამ ახლა ახალი ამბავი გვაქვს ჩემი ბრძოლის შესახებ. და არ მგონი ამას თუ მოვახერხებ. მინდა ნახო ვიდეო, სადაც დანარჩენი ბრძოლა დაანონსა. ახლა კი გადავიდეთ UFC 323-ზე, T-Mobile არენაზე, რომელიც 6 დეკემბერს გაიმართება. თავად ღონისძიებაზე მსოფლიოში Pound for Pound-ის მესამე ნომერი, დივიზიონის მეორე ნომერი პიოტრიანს დაუპირისპირდება. როშებას ტიტულის დაცვის შემდეგ მერაბი ჩვენთან მოვიდა ოფისში და გვითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ რეკორდის დამყარება. ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა 1 წლის განმავლობაში. მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს და აპირებს უპრეცედენტო რამის გაკეთებას. ტიტულის დაცვას 4-ჯერ 1 წლის განმავლობაში. მერაბის უკვე ეკუთვნის ტეიქდაუნების რეკორდი, მაგრამ ეს გამარჯვება მეორე ადგილს გადაიყვანს მოგებათა სერიით. მან სუპერმსუბუქი წონის ყველაზე მეტი სატიტულო ბრძოლა მოიგო. ეს ბიჭი ნამდვილად შესანიშნავია. შესანიშნავია ბოსისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, არა? როგორც ის წარგადგენს. დიახ, ეს ასე ამოვნოა. შესაძლოა ამ ბრძოლის შემდეგ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი? პირველ რიგში ეს ბრძოლა უნდა მოვიგო პიოტრიანთან. ეს რეალობა, ამაზე ბევრს ვფიქრობ. ეს ის არის, რაც შენ გინდა? სიმართლე გითხრა, ვოლკანოვსკისთან ჩხუბი არ მინდა. ჯერ ჩემ დივიზიონზე ვარ ფოკუსირებული და ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა გავყვე. ახლა იანს ვეჩხუბები და ვნახოთ, თუ ვინ იქნება შემდეგი. თუ ბაუტისტა მოიგებს თავის ბრძოლას, ვფიქრობ ის დაიმსახურებს გამაზე ჩხუბს. და ეს ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იქნება. ახლა მას კარგი მოგებათა სერია აქვს და ვნახოთ, რა იქნება.
როგორც დანამტქვა, არასოდეს თქვა არასოდეს. მაგრამ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდა. რას ფიქრობ, როგორ დამთავრდება 6 დეკემბერს ბრძოლა? ფიქრობ, რომ ფინიში გჭირდება იმ 50%-ისთვის? ფინიში ნამდვილად კარგი იქნებოდა. ეს შენთვის დასაცპირადულია? არა, ახლა არა, ეს ადრე იყო, რადგან ის ნამდვილი მჩაგვრელი იყო. როდესაც პირველად შევხვდი აბუ-დაბიში, ის ალჯოსთან ლაპარაკობდა, მე ცოტა მოშორებით ვიდექი. მან ჩემზე ანიშნა და ამბობდა, შეხედე, ის არავინაა, ძალიან პატარაა. ამ დროს მე ახლოს მივედი, გვერდი დავუდექი და ვიცინოდი. ამ დროს ჩემზე თქვა, რომ მე ნოლი ვარ. იმ დროს ის პატივს ნამდვილად აღწევდა. ჩემი აზრით, თავიდან ის ფიქრობდა, რომ ის დონეზე არ ხარ და უპატივცემულოდ გექცეოდა. ახლა კი პირიქით, დიდ პატივს გცემს. ამიტომაცაა, რომ ახლა მასთან კარგად ვარ და როგორც სხვა მებრძოლებს პატივს ვცემ. ლამაზი ოჯახი ჰყავს, შვილები. კარგი მამა და ოჯახის კაცია. ღმერთმა დალოცოს. ახლა ის უკეთესი პიროვნებაა. ასე რომ, კარგი ბრძოლა იქნება. ეს ყოფილი ჩემპიონია და ბევრი მოგება აქვს UFC-ში. მხიარული ბრძოლა იქნება. მალე ბრუნდები ჩემი ბოლო ბრძოლიდან და სურვილი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვიჩხუბო. ამის შემდეგ მასში ვფიქრობ დაბრუნებას. თებერვალში ავსტრალიაში იქნება და არ მგონია იქ მაჩხუბონ. ჩეკიას რეალურია. მაგრამ არ გადაიწვა, რადგან ალექს ფერეირამაც ბევრჯერ იჩხუბა და ბოლოს წააგო. რატომ ჩქარობ? დიახ, მაგრამ არ მეშენია, თუნდაც წავაგო. მე ბრძოლი ვარ და ვიცი, რომ ყველა ბრძოლა ჩემი გამარჯვებით არ დასრულდება. მაგრამ მომწონს ეს საქმე, როდესაც ბრძოლა მაქვს, უფრო ფოკუსირებული ვარ. უფრო ჯანსაღ ცხოვრებას მივდევ, მინდა რომ უფრო უკეთესი გავხდე. მადლობა მერაბ, ნამდვილად გაფასებ. სულ ამდენიმე მებრძოლია, ვინც არ შეიცვლილა. ნომერ პირველი, რა თქმა უნდა, ჯო სენ-პიერია. და შენ ზუსტად მისნაირი ხარ. შენ იგივე ადამიანი ხარ, რაც პირველად გნახე. და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს შეიცვლები. ახლა უმალიც გაფასებს. ფიქრობ, არავინ არის ისეთი, ვინც შენზე ცუდს ამბობს. დიახ, და დიდი მადლობა უმალიც, ნახე ის ვიდეო. თავი კარგად ვიგრძენი. ვაფასებ ამ ყველაფერს. ასევე კოდი სანდჰეგენი და ვფიქრობ, ბისპინგიც კარგს ამბობენ ჩემზე. დიახ, ყველა. არავინ ამბობს ცუდს შენზე. მადლობა აქ მოსვლისთვის და წარმატებები მერაბ. ამას ვაფასებ.